2008 წლის რუსული ოკუპაციის მეოთხე წლისთავის აღსანიშნავად არასამთავრობო ორგანიზაციამ კოალიცია სამართლიანობისთვის საქართველოს ეროვნულ მუზეუმს ოკუპაციის თემატიკაზე შექმნილი ახალი ექსპონატი გადასცა, რომელიც ამიერიდან საბჭოთა ოკუპაციის მუზეუმის მუდმივი მოქმედი ნაწილი გახდება. ახალი ექსპონატი სატელიტურ ფოტოებზე დაყრდნობით შექმნილი ინსტალაციაა, რომელიც 2008 წლის აგვისტოს ომში ცხინვალის რეგიონში ქართველების მიმართ განხორციელებულ ეთნიკურ წმენდას ასახავს. ჩვენ გამოვიყენეთ სატელიტური ფოტოების სერია, რომელიც ომამდე და ომის შემდეგ დროინდელ რეგიონს ასახავს. ცხინვალის რეგიონის 16 სოფელი არის დღეისათვის გადამწვარი, აბსოლუტურად გადამწვარი და მიწასთან გასწორებული. ზუსტად ეს გვინდოდა დოკუმენტურად გვეჩვენებინა იმ ადამიანებისათვის, რომლებსაც აინტერესებთ საქართველოს შესახებ გაიგონ სიახლეები და მოდიან ეროვნულ მუზეუმში. გავერთიანდით ამ ორგანიზაციის კოალიცია სამართლიანობისთვის ეგიდის ქვეშ აბსოლუტურად სხვადასხვა ქალაქებში მცხოვრები და შეიძლება სხვადასხვა ქვეყნებში მცხოვრები სპეციალისტები. და ნაბიჯ გავაკეთეთ აღნუსხვა ყველა იმ ქართული სოფლების, რომლებიც დანგრეული იქნა უკვე ცეცხლის შეწყვეტის შემდეგ.